საქართველოში 2022 წელს 15 წლის მოსწავლეების 79%-მა განაცხადა, რომ ადვილად იძენს მეგობრებს სკოლაში და 51% სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობს. ამავდროულად 14% თავს სკოლაში მარტოსულად, ხოლო 13% უცხოდ ან გარიყულად მიიჩნევს. ამასთან საქართველოს 15 წლის გოგოების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. მოსწავლეები სკოლის გაცდენის მიზეზად ყველაზე ხშირად ავადმყოფობას, მოწყენილობას ასახელებენ. 2022 წელს ისევე როგორც 2018-ში ყოველმა მეათე მოსწავლემ თქვა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით. ოღონდ ეს უკმაყოფილება მაინც და მაინც ეკონომიკურ სიუხვჭირას არ უკავშირდება. საქართველოში კვლევაში მონაწილე მოსწავლეების მხოლოდ 7,3% იყო ყველაზე ღარიბი. საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს. საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო. ისინი მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდნენ და მათ კვლევა უწოდებს აკადემიურად მდგრადებს. სწორედ ამ მიზეზით, რომ ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს მაჩვენებლებს მიაღწიეს. შალვა ტაბატაძე, განათლების საკითხების მკვლევარი მიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით, შალვა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო შალვა, ერთი შეხედვით, როდესაც თავიდან ბოლომდე წავიკითხე ეს კვლევა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სისტემა ვერ მიყვება თავად ბავშვების განვითარებას, ანუ რიგ შემთხვევებში აფერხებს კიდეც აი ამ პროცესს. ეს იგრძნობა მაგალითად თუნდაც აი ახლა რაზეც ვსაუბრობდით, თქვათ ახალი პროფესიების გამოჩენით, ახალი უნარების, ესე ვთქვათ, მიღების წყურვილით, თქვათ იგივე სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობაში, როდესაც ბავშვები ცდილობენ დამოუკიდებლად, ვთქვათ, შეეცადონ, რომ ეს უმაღლესი ქულები შეიძლება ძალიან კაცრია და ესე ვთქვათ ნაწილობრივ არასამართლიანი ეს შეფასება, მაგრამ თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ, რას ვერ აკეთებს სისტემა იმისთვის, რომ ინფორმაციის სინთეზი და ანალიზი არ იყოს პრობლემა 15 წლის მოსწავლეებისთვის საქართველოში. ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან კარგია, რომ ამ კვლევის შედეგებს რეაგირება მოყვება საზოგადოებაში, იმიტომ რომ სოფლიო პრაქტიკას ვიჩვენებს და ჩვენი გამოცდილებას თუ რეაგირება არ მოხდა, ოღონდ არაერთჯერადად არამედ მუდმივად განვითარება არ ხდება. მე მოკლედ ვიტყვი კონტრარგუმენტებსაც, რომელსაც მოიშველიებენ ხოლმე, რატომ არ არის სიტუაცია საგანგაშო. შე შემთხვევაში პიზას კვლევა არის ხოლმე კრიტიკის საგანი ამ არგუმენტების გამო. ეს არის მაგალითისათვის ის, რომ ტესტებში არის თარგმანის პრობლემა, რის გამოც შესაძლებელია იყოს დაბალი შედეგები. ტესტები არის კულტურულად მიკერძოებული და კონკრეტულ კულტურულ ჯგუფებზე შეიძლება არ მუშაობდეს. ის რომ მაგალითად სხვადასხვა мотиваცია გააჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს შეავსონ პიზას ტესტები და მათ შორის ქართულ მოსწავლეებში ხშირად იყო გამსწორებლები აღნიშნავდნენ, რომ ბოლომდე არ იყო ტესტები შეყვანილი. ის რომ ვერ ფარავს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო გეგმებს, იმიტომ რომ კონტექსტია სხვადასხვა და სასწავლო გეგმები სხვადასხვა და ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთი ორიენტირებულია ტესტირებას და გაზომვაც სისტემაზე, ხოლო ზოგიერთი სისტემა არ არის ორიენტირებული. ის ძალიან აწვრილებს კურიკულუმს და იმ ცოდნას და უნარებს, რომელიც უნდა განვითარდეს და რეალურად ბევრად სხვა ტიპის უნარები შეიძლება იყოს განვითარებული და ასე შემდგომ, რომელიც რეალური არგუმენტები შეიძლება იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკა არის, რომ ქვეყნებს შორის შედარებებიც არაფერს არ გვაძლევს, მათ შორის განსაკუთრებით პიზას კონტექსტში, როდესაც ასაკი აღებული და არა მაგალითად კლასი და ამ ასაკის მოსწავლეები აბსოლუტურად სხვადასხვა კლასში შეიძლება იყვნენ გადანაწილებული სხვადასხვა ქვეყანაში და შედეგები იყოს განსხვავებული. კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ამ პიზას შედეგებს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მე-9, მე-16 და 30 ადგილზეა, ეს მას არ უშლის, რომ იყოს განვითარებული ეკონომიკა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. რაც რეალური არგუმენტები არის და შეიძლება გარკვეულწილად გავიზიაროთ. და კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ეს ჩატარდა COVID-19-ის ფონზე, რის გამოც შესაძლებელი არ ყოფილიყო გაუმჯობესებები.
თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ რა რეალობა არის და რაც თქვენ კითხვა დამისვით, ვითარდება თუ არა განათლების სისტემა. ანუ რო გავიზიაროთ ყველა ის არგუმენტი, რაც არის პიზას საწინააღმდეგო, თუმცა უამრავი კვლევაა, რომელიც ადასტურებს, რომ პიზას დადებითი შედეგები, დადებით გავლენას და კორელაციაშია ქვეყნის განვითარებასთან. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავთან შედარებით შევადაროთ. ვითარდება თუ არა ჩვენი ქვეყანა ამ წლების განმავლობაში. და თუ ავიღებთ 2009 და 2022 წელს, ანუ 2009 წლიდან ჩავერთეთ ჩვენ ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან მიმდინარეობს ეს პროცესი, 2009-დან 2022 წლამდე 13 წელია გასული და რამდენად განვითარდა ჩვენი განათლების სისტემა აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით, სამწუხაროდ ეს განვითარება აბსოლუტურად არ არის ხელშესახები, მხოლოდ მცირედი ქულობრივი, რომელიც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის, 2009 წელთან შედარებით არის გაუმჯობესება, ხოლო თუ ავიღებთ 2015-2022 არის მკვეთრი გაუარესება, ეს იმ ფონზე, როცა განათლებაში ინვესტირება მაგალითისათვის იზრდება. მეორე ცოტას ვხარჯავთ განათლებაზე და მხოლოდ ფინანსები არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, იმიტომ რომ რეალურად ვთქვათ, როდესაც კვლევამ დადო ის შედეგი, რომ ვთქვათ, კერძო სკოლებში ოდნავ უფრო მაღალი იყო ეს მაჩვენებლები, ვიდრე ვთქვათ საჯარო სკოლებში, ვთქვათ, ქალბატონი თამარ სანიკიძე იყო ჩემი პირველი სტუმარი, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ამას მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტს ის ფაქტორი, რომ კერძო სკოლებს მეტად მიუწვდებათ რესურსებზე და ფინანსებზე ხელი. აქ რამდენიმე საკითხს შევეხები ამ კითხვიდან გამომდინარე. პირველი დაფინანსება არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს არ არის მიზანი. ეს არის ინსტრუმენტი გარკვეული პოლიტიკის განსახორციელებლად. ხშირ შემთხვევაში ჩვენ მიზნად გვაქვს ხოლმე აღებული, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% უნდა გახდეს. არა, შეიძლება 8 უნდა გახდეს, შეიძლება 12 და შეიძლება 4-იც საკმარისია. იქიდან გამომდინარე, რა საგანმანათლებლო რეფორმა გვაქვს. ანუ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რეფორმა და არა ფინანსები. ფინანსები არის ნამდვილად გაზრდილი, ბოლო 2012 წლიდან გაოთხმაგებულია განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება, ზოგადი განათლების დაფინანსებაც არის თითქმის გასამაგებული, თუმცა როგორც თქვით, ეს აკადემიურ მიღწევებში არ არის ასახული და ამის მკვეთრი გამოცდილებები არსებობს მთელ მსოფლიოში. ანუ ინვესტირების გაზრდა მხოლოდ და მხოლოდ განათლებაში არ არის პანაცეა გაუმჯობესებისკენ. აქ არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკა, სწორი სოციალურ-კულტურული პოლიტიკა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ განვითარებას. ბევრი მაგალითია, სადაც ინვესტირება მოხდა განათლებაში, მაგრამ განვითარება ვერ მოხდა ვერც განათლების სისტემის და ვერც ეს არის აფრიკის ქვეყნები, ეს არის მექსიკა, ეს არის კუბა, ბევრი სხვადასხვა ქვეყანა, რომელიც შესწავლილია, რატომ ვერ მოხდა განვითარება და არის მეორე მაგალითი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, სადაც 60-იან წლებში მე-20 საუკუნის განათლების არ მქონე ადამიანთა რაოდენობა 70-80%-ს აღწევდა, მაგრამ ინვესტირებამ განათლებაში, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საგანმანათლებლო პოლიტიკამ განაპირობა მათი მკვეთრი ზრდა და შედეგები აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით და დღესაც თუ შეხედავთ პიზას შედეგებს, ნახავთ იქ სინგაპურის, კორეის, მალაიზიის, ჰონკონგის და ასე შემდგომ დომინაციას და ცალსახა დომინაცია, ისე როგორც საკმაოდ მზარდი ეკონომიკებია სწორედ ამ თვალსაზრისით. თუმცა ეს კვლევა ადასტურებს აგრეთვე, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფაქტორი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. თქვენ თქვით, კერძო და საჯარო სკოლებს შორის არსებული განსხვავებები და ეს ცალსახად არის, რომ კერძო სკოლის მოსწავლეებს აქვთ უკეთესი შედეგები, თუმცა როგორც საქართველოში, ასე საზღვარგარეთ დადასტურებულია, რომ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორს, რომელსაც პიზა სამქვე კომპონენტად ყოფს, ეს არის ფინანსური შემოსავალი ოჯახის, ეს არის უმაღლესი განათლება რამდენად არის და დამოკიდებულებები განათლებისადმი, წიგნადი ფონდის თუ კომპიუტერების და ასე შემდგომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ამ სამი პარამეტრიდან გამომდინარე, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ოჯახისას აქვს ყველაზე დიდი ფაქტორი. თუ ამ ფაქტორს გავათანაბრებთ კერძო და საჯარო სკოლებს შორის, განსხვავებები არ არის, ანუ თვითონ სკოლა არ არის ფაქტორი, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი, ეს არ ნიშნავს, რომ კერძო სკოლებში არ არის პოზიტიური გამოცდილება. ჩვენ კერძო სკოლებიც გვაქვს მრავალფეროვანი საქართველოში. თბილისში არის კერძო სკოლები, რომლებსაც მართვის, რესურსების, მიდგომების თვალსაზრისით აქვს ინოვაციური მიდგომები და რა თქმა უნდა, მათი მოსწავლეების შედეგები მკვეთრად კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს კერძო სკოლების დაახლოებით 70%, მათ შორის რეგიონებში, რომელიც განვითარების თვალსაზრისით ჩამორჩებიან საჯარო სკოლებს. როგორც მასწავლებლთა კვალიფიკაციის, ასევე რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით და ასე შემდგომ და ასე შემდგომ.
და ეს უპირატესობა რაც არის სწორედ განპირობებულია იმ თბილისის კერძო სკოლების ხარჯზე და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, კერძო სკოლას თუნდაც მართვის თვალსაზრისით აქვს ბევრი უპირატესობა, მაგალითისათვის კერძო სკოლას თუ უნდა რომ აიყვანოს მაღალი დონის ფიზიკის მასწავლებელი, მას შეუძლია ეს გააკეთოს, იმიტომ რომ მას შეუძლია მაგალითად ფიზიკოს, რომელსაც საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, თვითონაც შეთავაზოს განსხვავებული ხელფასი მაგალითად ქართული ენის მასწავლებლისგან, იმიტომ რომ ფიზიკის მასწავლებელი არის მოთხოვნად და უფრო მეტად მაღალი. რასაც ვერ აკეთებს საჯარო სკოლა და კარგი ფიზიკის მასწავლებელი საყვანა თუ უნდა ვერ აიყვანს, იმიტომ რომ სტანდარტიზებულია სწორედ იგივე სახელფასო პოლიტიკა ჩვენ შემთხვევაში, ამიტომ გარკვეული შეზღუდვები მართვის თვალსაზრისით აქვს საჯარო სკოლას, რომელსაც კარგად იყენებს კერძო სკოლა. ნამდვილად, რაც უკვე აღარ არის მხოლოდ რესურსების თემა. და ასევე რეფორმასთან დაკავშირებითაც მინდა რომ გკითხოთ, აი ბოლო მინისტრის საათის დროს განათლების მინისტრმა თქვა, რომ აი რეფორმა, თქვათ რაღაც სიახლეებით შემოიტანა ამ რეფორმასთან დაკავშირებით. თუმცა ამ სიახლეების უმეტესობა არის ერთხელ უკვე მოსინჯული, მერე ვთქვათ გადათქმული და ახლა ისევ უკან დღის წესრიგში დაბრუნებული. აი რატომ არის ეს რეფორმა ესეთი ფრაგმენტული და რატომ ხშირ შემთხვევაში აი ერთ ადგილს ტკეპნის? აი პიზა ჩემთვის სწორედ მაგას აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევაში რეფორმა ტკეპნის ერთ ადგილს. კი ბატონო, პიზა მართალი ბრძანდებით გვაჩვენებს ამას და გვაჩვენებს ცალსახად, რომ განათლების სისტემა არათუ ცვლილებების აგენტია, არამედ ყველაფერი იცვლება და ვითარდება და განათლების სისტემა რჩება ერთ ადგილზე. ამას აქვს ბევრი მიზეზი, მათ შორის განათლების პოლიტიკა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ განათლების სისტემას ვერ დავაბრალეთ. ამას ეკონომიკური, მათ შორის კვლევები არსებობს ხომ მსოფლიოში ის ადამიანის ეკონომიკები, რომლებიც განვითარდა ორიენტირებული იყო ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებს ჭირდებოდა განათლებული ადამიანი და ინვესტირება განათლებაში, მაგრამ განათლებული ადამიანთან ერთად ჭირდებოდა ამ ადამიანების ინოვაციურობა. და სისტემას უნდა შეექმნა ინოვაციურობისკენ სწრაფვა. ჩვენ პრობლემებს რაც შეეხება, მოკლედ შევეცდები ვიტყვი. პირველი პრობლემა გვაქვს, რომ ჩვენ გვაქვს უნიფიცირებული მიდგომა. უნიფიცირებული განათლების პოლიტიკა ძალიან მრავალფეროვან განათლების სისტემაში. ანუ გვაქვს 2086 საჯარო სკოლა და 300 კერძო სკოლა პირობითად, რომლებიც აბსოლუტურად საკუთარი კონტექსტით, საჭიროებებით და იმით არიან განსხვავებულები და აქვს მრავალფეროვანი. და ჩვენ ყველა ნაბიჯს მართვის თვალსაზრისით გავთ უნიფიცირებულად, ერთნაირად ყველასთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, ეს არის თის სკოლა 5 მოსწავლით თუ ეს არის ქალაქის სკოლა 2000 მოსწავლით. ეს არის სომხურენოვანი სკოლა თუ ეს არის ქართულენოვანი სკოლა, ეს არის სოფლის სკოლა ნაკლები რესურსი თუ ეს არის ქალაქის სკოლა დიდი რესურსი და ასე შემდეგ. სწორედ ეს უნიფიცირება არის, ანუ ცენტრალიზებისკენ ვაკეთებთ ნაბიჯებს, ეს არის უნიფიცირებული, დეცენტრალიზებისკენ ვაკეთებთ ნაბიჯებს, ეს არის უნიფიცირებული, როცა ზოგიერთ შემთხვევაში ცენტრალიზებული მიდგომა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მაგალითად ისეთი სკოლის მართვის თვალსაზრისით, რომლებიც მცირე კონტინგენტიანია და მნიშვნელოვანია ჩარევა და ზედმეტი რეგულაციები და ზედმეტი მხარდაჭერა და ხელშეწყობა და სხვა ტიპის დეცენტრალიზებული მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული სხვა შემთხვევაში. მეორე პრობლემა, რომელიც ჩვენ სისტემას აქვს, სტრუქტურულ ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჩვენ დავიტოვეთ ის სისტემა, რომელიც ჰქონდა საბჭოთა კავშირში და სკოლების მოწყობა, მათი გადანაწილება 12 კლასზე, მათი გეოგრაფიული მდებარეობა, მასწავლებლების რაოდენობა, მასწავლებლების მთელი ეს სისტემა დავტოვეთ ხელუხლებელი, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ანუ მართვის პრობლემები გვაქვს, რომ უნიფიცირებულად მართავთ, ორგანიზაციული სტრუქტურის პრობლემები გვაქვს, რომ ვერცვლით და არცვლით და ვინც უნდა განახორციელოს ეს რეფორმები, იმ ადამიანების კვალიფიკაციის პრობლემები გვაქვს და გაჯანსაღების ეხება მასწავლებლებს და ეს ეხება სკოლის დირექტორებს, სასწავლო პროცესის ხელმძღვანელებს, არც ერთი ეს კომპონენტი რეფორმის თვალსაზრისით ბოლომდე არ მივიყვანეთ, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს გამართული სისტემა. ცალკე არის, რომ არ გვაქვს ანგარიშვალდებულების სისტემა, არ გვაქვს მხარდაჭერის სისტემები, არ გვაქვს თანამშრომლობის სისტემები სკოლებს მასწავლებლებს. და ამდენი წელია სულ გვესმის, რომ განათლება არის პრიორიტეტი. სულ გვესმის, რომ არის პრიორიტეტი. და დღესაც ვამბობ, თუმცა ვფიქრობ, რომ პიზას ეს შედეგები უნდა იქცეს კონსოლიდაციის საფუძვლად, რომ ყველამ ერთად საზოგადოებამ, მთავრობამ, განათლების სამინისტრომ, ოპოზიციამ, საზოგადოების სფეროამ, განათლების, ანუ ყველამ ერთად ვთქვათ, რომ კრიზისში ვართ, იმიტომ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, რომლებსაც კარგი შედეგები აქვს, მაგრამ გააუარესეს,
მთელი ამბავია ატეხილდა ყველა ერთად ფიქრობს რომ ეს რა მოგვივიდა უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენ ვართ ამ კრიზისში ეს სიგნალი უნდა იყოს კონსოლიდაციას ყველა ძალებისას არ ვახერხებთ რომ მოდით ყველამ ერთად მივხედოთ განათლების სისტემას. მადლობა. ჩვენ შევეცდებით რომ რაღაც კატალიზატორის როლი შევასრულოთ ამ ნაწილში. მადლობთ რომ იყავით ჩემთან ერთად. შალვა ტაბატაძესთან ერთად შევაჯამეთ დღევანდელი ანალიტიკა. დიდი მადლობა მას.